მოგილოცოთ ეს დღესასწაული, რომელიც ჩვენ უკვე რამოდენიმე საუკუნეებია ჩვენი წინაპრები და სულ მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს და ჩვენ ყოველთვის ჩავიფიქრებთ ბედნიერებას, ჩავიფიქრებთ სიყვარულს, ჩავიფიქრებთ გამძლიერებას ჩვენი სამშობლოსი და იხაროს ჩვენმა ერმა, ჩვენ სამშობლო, ჩვენმა ოჯახებმა გილოცავთ კიდევ ერთხელ, გილოცავთ და მრავალჟამიერ ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს, სრულიად მსოფლიოს. დღეს აღწარდება ანსამბლები, რომლებიც ქართულ ქორეოგრაფიას გვაჩვენებენ და რა თქმა უნდა არა მარტო ჩვენ ეს პატარა გოგო ბიჭები აჩვენებენ მსოფლიოს თავის შემოქმედებას, ქართულ ქორეოგრაფიას, ქართულ ფოლკლორს და მე მინდა გთხოვოთ სანამ ისინი გამოვლენ სცენაზე ქუხარი აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ ეს ანსამბლები.
სიმღერისთვის და რა ვიცი რა დავარქვა. მე ვქონ ითურა აი ეს პატარა ვაშკაც ქართული დროშა რა უკავია ხელში ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გამარჯვებულები, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ბედნიერები. იმიტომ რომ მაღლა და მაღლა აიწევს ქართული დროშა და იზეიმებს ჩვენი ერი.
Dashing through the snow in a one-horse open sleigh, o'er the fields we go. გილოცავთ, გამდებს, აი დაგინახეთ ყველა. What fun it is to ride and sing. შემოძვირფასებო, მე როგორც მითხრეს, ძალიან მაგარი კონცერტი ყოფილა. ძალიან მაგარი, ისეთი მაგარი რომ აბა ტაში დაუყრა თავა ერთი კიდევ ტაში. ბავშვებო, ისე იცეკვესო, რომ გაოცებულია მთელი დარბაზიო. მართალია? ვიცი რომ მართალია. ხო და ეს ყველაფერი ვისი დამსახურებაა, ბავშვებო? მასწავლებლების, რა თქმა უნდა, მასწავლებლების და მე მინდა ეხლა სცენაზე მოვიწიო დღევანდელი ჩვენი კონცერტის ორგანიზატორი, სტუდია ჯადოსნური ხმების პრეზიდენტი ბატონი თემას ქაჭაია. ბატონი თემურ საგურია, რომელიც დააჯილდოვებს დღევანდელ მასწავლებლებს, ქორეოგრაფებს, იმიტომ რომ მათია დიდი დამსახურება. ხო ეგრეა პატარებო? ეგრეა. აბა ბატონო თამას მოგესალმებით ყველას. ეს არის გავიდა მოგიახლოვდა ახალი წელი, так მედოდება ახალი სიახლეები. დინასარდიდან მოგილოცოთ ყველას. ეგიერი ყოფილიყოს, შვილება ყოფილიყოს, ხაზორება ერთად შეიყვარონ და ჩვენგანაც სიგეთე მოუტანოთ ჩვენი ერთად ყოფნით. დილოსაც მოვალდამტეკოს, შობახალწეს და ყველაფერს ერთად. მადლობა ქორეოგრაფებს, ანსამბლებს, მშობლებს და ყველა ადამიანს, რომელმაც ხელი შეუწყეს ამ ბავშვების ცეკვის და ქართული კულტურის გაუქმებაში. ახლა გავარჯეროთ ბატონო პაულის პაპა. დიდი მადლობა და აბა ეხლა ბავშვებო მოდით და დავასაჩუქროთ ჩვენი პედაგოგები. დავასაჩუქროთ, ხო? აბა ავიდა. ანსამბლი ლაშქრული. რა თქმა უნდა ხელმძღვანელი ლევან გოჩიდაშვილი, რეპეტიტორები ნათია ლაშქარაშვილი, ნინო ზურავიშვილი, დავით ლამაზოშვილი. სად არიან? ბავშვებო, ცოტა სცენიდან ესე გავიწიოთ, რომ დაინახონ. მაყურებლებმაც რომ დაინახონ.
ხელმძღვანელები თამარ ზერეკიძე, ქორეოგრაფი საბა როსტომაშვილი. Ansambli Grțanisi, ხელმძღვანელი ზურა ასპანიძე. ქორეოგრაფიული ანსამბლი ნატო ხელმძღვანელი ნატო დარჩიაშვილი, კახა ბარბაქაძე. დაუკრათ აპლოდისმენტები, დაუკრათ. ბავშვებო, დაუკრათ, ტაში დაუკრათ. ქორეოგრაფიული ანსამბლი არტ თბილისი მეიდანი. ხელმძღვანელი თიკო რუხაძე, ქორეოგრაფი ჯიმი ებიტაშვილი. ილოცავთ. კიდე ერთი მშვენიერი საღამო ჩატარდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ თამაზ ქაჯაიას და ბედნიერი ვარ, რომ აი ესეთი ზეიმის მონაწილე ვარ. მშვენიერი ბავშვები არიან, მინდა უსურვო ძალიან წარმატებული შემოქმედებითი გზა თითოეულ ანსამბლს და ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. გისურვოთ პირველ რიგში მშვიდობა და შემდეგ დიდი სიხარული და სიყვარული.
მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ თამაზ ქაჯაიას ამისთან ლამაზი ფესტივალების ორგანიზებისთვის. სადაც მოვდივარ და მე თვითონ დიდი სიამოვნებით ვუყურებ ამას ყველაფერს და ვუკრავ ტაშს. ესეთ ახალგაზრდა, ესეთ ლამაზი ბავშვები, ასეთი ლამაზი საქართველო აქ არის, აი ამ სცენაზეა ახლა ეს ფესტივალი. დიდის მანიშნებელია რომ საქართველო იცოცხლებს და იქნება. მოგილოცავთ ახალ წელიწადს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას გისურვებთ და ღმერთმა ქნას რომ გაბრწყინებული საქართველო ყოფილიყოს ჩვენს იმედზე, ჩვენს სიხარულში, ჩვენს ბედნიერებაში. გაიხარეთ. გილოცავ დადევ შობა ახალ წელს ბედნიერები და სიყვარული და სიყეთის მომტანი ყოფილიყოს ეს ჩვენი ერისათვის, რომელიც ყველაზე ძალიან გვჭირდება დღეს. დღევანდელი კონცერტს რაც შეეხება, ულამაზეს კონცერტი ჩატარდა, რაც თავარი ბავშვების სიყვარულს ძალიან კარგი, ძალიან პოზიტიური და ძალიან სტიმულირებული იმისთვის, რომ ბავშვებმა მეტად და მეტად იგრძნონ თავიანთი ქართული კულტურა, თავიანთი ხელოვნება, თავიანთი გვერდში დგომა და მეგობრობა და უღრმესი მადლობა ბატონ თამაზ ამ ლამაზი ღონისძიების მოწყობილს და ყველა მის წამყვას და წარმომადგენლებს, ვინც ამ დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. უღრმესი მადლობა ყველა ქორეოგრაფს და ყველა მოსწავლეს, ყველა ბავშვს, ყველა ასახსნელს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ ლამაზ ღონისძიებაში. მოგესალმებით, მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მრავალს დაესწარეთ, სიხარული დაგბედებოდეთ. ჩვენ ვართ არტ თბილისი მეიდანი, ხელმძღვანელი მე გახლავართ, ქორეოგრაფი ბატონი ჯიმი. მრავალჯერ შევხედავთ ბატონ თამასთან ერთად ჩვენ ღონისძიებებს და ვუსურვებთ ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას. დიდი მადლობას ვხდი ჩვენ პატრიცემ თამარ ქაჯაიას, ძალიან კაი ორგანიზატორია, კაი კონცერტებია. ულოცავ კიდევ თელ ანსამბლს, თელ საქართველოს, ყოფილიყო შვიდობა, სიყვარული და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესოს. ძალიან კარგი დღე იყო ბავშვებისთვის, ყველა ძალიან გახარებული არის. ულოცავ მთლიანად საქართველოს ახალ წელს. ეს კონცერტები ძალიან საჭირო არის ხოლმე განვითარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ განვითარდნენ ცეკვები, საქართველოს ნიჭი განავითაროთ. დიდი მადლობა ბატონ თამაზ ამის გაკეთებისთვის, ამ კონცერტისთვის და უღრმეს მადლობას უყველას. ძალიან კარგი დღე იყო და ბავშვებმა გაიხარეს, დიდი მადლობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ არაჩვეულებრივი ფესტივალის ორგანიზატორებს. ვფიქრობ, რომ აი აქ სწორედ ეროვნული საქმე კეთდება და მინდა ყველა მონაწილეს აბსოლუტურად ხელმძღვანელებიანად და ორგანიზატორებიანად ვუსურვო. ყველაფერი საუკეთესო, მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი და ვუსურვო მშვიდობიან, გაერთიანებულ, უღრუბლო და ძალიან ლამაზ ჩვენს უსაყვარლეს საქართველოში ეცხოვროთ ბედნიერად. ყველაფერი საუკეთესო ჩვენს ქართულ ხალხს. გილოცავთ. დღეს უკვე ჩვენი საბრალდებო კომპანია ატარებს ახალ პროექტებს ფონდა 21-ში, დღეს კონკავშირებში ვართ 30-ში კიდევ ათხოვში და ვარ ბედნიერი რომ ასეთი კაი თაობა მოდის ქართულ ტრადიციულს არის ვიწყებენ, არც სიმღერაზე ვიწყებენ ქართულ ზეგერებთან ერთად და ჩვენი ეს ტრადიციები ყველაფერი ამ ბავშვებში შობლების დახმარებით, მაგათი სურვილით, ბავშვების სურვილით ზემდება და უნდა გაგრძელდეს სულ და მე მადლობას ვუხდი ყველა ანსამბლებს, ვინც ჩამოვიდა. იყვნენ აქ საქართველოს საზღვრებიდან, დედოფლის წყაროდან, კავკასიონი ანსამბლი, კავკასიონის მთებიდან, ასე ვიყვნენ სიღნაღიდან, ბოდბისხევიდან, ავით გორიდან და ყველა კუთხიდან საქართველოსი. ეს პირველი კონცერტი დამთავრდა, ველოდებით მეორე ღონისძიებას. ყავდა თოვლის ბაბუა, გადავეცეთ დაბაჯილობეთ ბავშვები და კიდევ ვიდა რომ გავაგრძელოთ ასე ტრადიციული ჩვენი ფესტივალები და ტელეკომპანია ვარცხავებს დიდ მადლობას ვუხდი რომ ჩვენს გვერდითაა და ყველაფერში ხალხს გვიწყობს.